მოკლედ ყველას მოგესალმებით. მოკლედ დღეს ის დღეა, რომელსაც ასე ვთქვათ, ძალიან დიდხანს ველოდებოდი. მაგრამ ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამისთვის მზად არ ვიყავი. ახლა რომ გაგარკვიოთ რა შეასაქმე. მოკლედ დღეს ის დღეა, როცა მანქანიდან უნდა ჩემი ძრავი ამოვიღოთ და სანამ ამას გავაკეთებთ, მინდა რომ 1-2 სიტყვა გითხრათ ჩემი და ამ ძრავის ზოგადად ამ მანქანასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ვინც პირველად უყურებს ვიდეოს და საერთოდ არ არის წარმოდგენა არ აქვს რა მანქანაზე და რა ძრავზე გვაქვს საუბარი. ჩემი მანქანა არის 99-იანი Mitsubishi Pajero იაპონური 3.5 GDI ძრავით. მინდა რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ამ ძრავთან დაკავშირებით, სანამ უკანასკნელად დევს ჩემს მანქანაში და რაღაცა თითოეულად შევამოქცეთ, ვისაც ყავთ ამძრავიანი მანქანები. საერთოდ საქართველოში მაინც და მაინც გამართლებული ძრავი არ გამოდგა ეს არ ამართლებენ, რისიც მაგალითად მე მომხრე არ ვიყავი მეტნაკლებად. ახლა საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ ძრავთან დაკავშირებით. უკვე 4 წელია დაახლოებით მე-5 დაიწყო ამ ძრავით მოძრაობ, ვისაც ვიდეოები გაქვთ, სად დავდივარ და როგორ დავდივარ და სადატვირთებზე დადიოდა, ნახავდით. სანამ ამოვიღებთ ამ ძრავს, უნდა გითხრათ რაღაცეები. მოკლედ ეს არის 3.5 GDI ძრავი, ქარხნულად იაპონურად უწერია 255 ცხენის ძალა, რომელიც Pajero's ძრავებში, Pajero Evolution-ის ძრავის გარდა არის ყველაზე ძლიერი და აქვს 255 ცხენის ძალა, როგორც გითხარით. ამ ძრავებს ხშირად აძაგებენ იმის გამო, რომ გაუმართავი GDI შეფრქვევის, ბენზინის შეფრქვევის სისტემა აქვს. ამას ვერ მართავენ ჩვენთან კარგად და ეწყება მერე პრობლემები ამ მანქანას, როგორც არის პერებოი, გაზის თამაში, მაგალითად დაბალ ცვლაზე მანქანის ჩაქრობა, არასტაბილური რეაქცია აქსელერაციაზე, ანუ გაზს რომ მისცემ, არათანაბრად არ ეძლევა გაზი, ასე შემდეგ, რაც გამოწვეული არის ყველაფერი აბსოლუტურად ბენზინის შეფრქვევის სისტემით. ანუ წვის სისტემაში რაც ხდება, როცა მანქანას არასწორი რაოდენობის ბენზინი მიეწოდება, ლოგიკურია, რომ ის მანქანა გამართულად ვერ იმუშავებს. ჩემ ხელში დაახლოებით გაიარა 30,000 კილომეტრი, ქალაქში თითქმის არ მევლია, სულ მთაში, ტყეში. ქალაქში ძალიან ცოტა, სანამ გზიდან გადავუხვევთ, მარტო მაშინ უწევდა ასფალტზე სიარული. რას ვიყენებდი და როგორ შემორჩა ჩემს ხელში, აქამდე რომ არის იმ მდგომარეობაში, რომ დღეს გამოჩნდა ადამიანი, მყიდველი, ვინც კმაყოფილია ამდენი ხნის მერაც მოეწონა ძრავი და უნდა წაიღოს თავისი მანქანისთვის. პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგი საწვავი. საქართველოში მანქანებში, როგორც ვიცით, ძირითადად ასხავენ რეგულარს, ვისაც არ ძირითადად საქართველოში ჩვენთან ასხავენ რეგულარს, რაც ამ ძრავს სასტიკად არ უხდება. ოქტანი უწერია 95-დან ზემოთ, ანუ მინიმუმ პრემიუმი. არავითარ შემთხვევაში არ იმართება ამ ძრავზე არც ბუნებრივი გაზი, არც თხევადი გაზი. საფუჭებს ძირითადად საქართველოში გაზიანი მანქანები პოპულარულია. გარდა ამისა, ყურადღების მიქცევა უნდა ზეთის დონეს. უნდა აკონტროლო სულ შუბზე. ყოველი გასვლის წინ ვაკონტროლებდი, რომ ზეთი ყოფილიყო მაქსიმუმზე. გაგრილების სისტემა უნდა გესხას, ანტიფრიზზე უნდა იყოს ნამუშევარი. ელემენტარული სერვისები, რაც ყველა ძრავს სჭირდება. უბრალოდ არ უნდა ჩასხა ცუდი ბენზინი და უნდა ასე ვთქვათ, არ უნდა ამუშაო გაზზე, რომ ამ ძრავი ასე ვთქვათ გაძლოს კარგად. გარდა ამისა, ამას აქვს ძალიან ბევრი წავის გაწმენდის სხვადასხვა ფილტრები, როგორც სხვა მანქანებს, მაგრამ ამას განსაკუთრებულად. ერთი აქვს ხო თავისთავად ბაკში, ბენზონასოსზე, მერე არის ჩვეულებრივ, როგორც ყველა მანქანას აქვს საწავის ფილტრი, რაც მანქანის შუა წელზე რამაზე ქვევიდან არის ხოლმე ამოკრული. შემდეგ მე კიდევ დამატებული მაქვს აი ეს
მესამე ფილტრი სანამ საწვავს შეიტანს მანქანაში და ბოლოს თვითონ ჯედეი ნასოსზე რაც ბენზინს აფრქვევს იმაში აქვს თავისი ქარხნული კიდევ პატარა ფილტრი ვიც არის ანუ რამხელა ნიშნულობა აქვს რომ მანქანა იყოს სუფთად ნამუშევარი სუფთა ბენზინზე ნამუშევარი რომ იყოს მაქსიმალურად გამართული ჩემ ხელში ამძრავმა ასე იმუშავა ეს ასე ვთქვათ მეტნაკლებად რამდენი ხანი ამ დღეს ველოდებოდი რომ ვიღაცა გამოჩენილიყო და წაეღო ეს ძრავი მაგრამ პარალელურად თან ცოტა გული მწყდება სავით იმიტომ რომ იდეალურად გამართული მანქანა მყავს ახლა და არ ვიცი დიდ შარში გავყავი თავი თუ დიდ უკეთესობაში ქარხნული მაინც ქარხნულია ეს ვიცი მაგრამ უბრალოდ ჭირდება მეტი სიმძლავრე რომ ამ ხელა საბურავებით ვიაროთ უკეთესად უგზოობაზე დღეს ამოვიღებთ ამ ძრავს როგორც გითხარით პროცესს განახებთ დაგათვალიერებინებთ და მოგიყვებით მცირე სამომავლო გეგმებზე ყველა მიცით რომ ასე ვთქვათ სვაპის გაკეთება არის დიდი თავის ტკივილი თუ კარგად არ გამართავ დიდ ფინანსებთან ჯდება რასთანაც მე მზად არ ვიყავი აი ძრავის გარდა ჩემი მანქანა მე ვფიქრობ რომ არის ყველაფერი იდეალურად გამართული ანუ სიმძლავრეს გულისხმობთ თორე რა თქმა უნდა ძრავიც კარგად არის გამართული ჩვენთან პაჯეროებში პოპულარული და უკვე დატესტილი და გამოცდილი არის Mercedes-ის სვაპები, ასევე დიზელის სვაპებიც. მაგრამ მე რატომღაც დიზელისკენ დიდად არ ვიხრები. ორივეს თავის პლუს მინუსები აქვს. მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე უკვე დიზელის ფასები ისე გაიქცა. ბენზინით საკმაოდ გაზრდილია, მაგრამ დიზელი საერთოდ სხვა იმაშია, სხვა განზომილებაში. ვფიქრობ 5-დან 0 Mercedes-ის M13 ძრავის გამართვას თავის Mercedes-ისვე კარობკაზე, გადაცემათა კოლოფზე უკასრავად, რომელიც არის 5G და შემდეგ ჩვეულებრივ გადაემევა თავის დამადაბლებელ გადაცემაზე და უკვე ნახოთ რა გამოვა. სიმართლე რო გითხრათ, ამ დღისთვის მომზადებული არ ვიყავი. არ ვიცი ზუსტად რამდენი ხანი გამიჩერდება მანქანა, რომ ასე ვთქვათ, ამ ფინანსებს თავი მოუყარო და ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ გამოჩნდა ადამიანი, კარგი კაცი, ვისაც ყიდვა უნდა და მეც რატომღაც ისეთ სიტუაციაში ჩავარდი, რომ არ მინდოდა რომ დამეკარგა ეს ასე ვთქვათ ყიდველი. ამიტომაც თუ ვინმეს გაინტერესებთ, ძრავი გაყიდულია უკვე, გადაცემათა კოლოფი არის იდეალური, ოდნავი წატყმა არ აქვს, 3 და 5 GTI-ის ტიპტრონიკი გადაცემათა კოლოფი, იმასაც ვყიდი. ფასი იქნება $600. არის ასე ვთქვათ ნახადუ წყალებში რო ვთქვათ მანქანიდან იქნება უბრალოდ მოხსნილი და თუ ვინმეს გენდომებათ ნომერს მივუთითებ ვიდეოში და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და წაიღოთ. მოკლედ ძალიან დიდი ვიდეო რო არ გამოგვივიდეს, ყველას მადლობა ყურებისთვის. ვიწყებთ დღეს ამ ყველაფერს, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ზუსტად არ ვიცი. ყველას გისურვებთ წარმატებებს, თუ გაინტერესებთ მსგავსი ვიდეოები და კონტენტი არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და კომენტარით დატოვეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აბა წარმატებები. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ახლა შეიძლება ცოტა ხმაური იყოს საბურავებიდან გამომდინარე. მართლა არის კაი კოლოფია ძალიან 26 წლის მანქანისთვის. ზეთი ახალი შეცვლილი მაქვს, ემას ვიღებ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ სამომავლოდ, ასე ვთქვათ, რაღაცა პატარა მტკიცებულებასავით იყოს, რომ არის ამ მანქანიდან მოხსნილი მყიდველისთვის. მანქანის გარბენი იყო რამდენი 121,000 იაპონური გადაცემათა კოლოფი. ტიპტრონიკიც მუშაობს იდეალურად და თვითონ ისიც, რა ქვია, ავტომატური როცა თვითონ რთავს, მაშინაც კარგად მუშაობს, მაგრამ ნახეთ რა არის. ჩვეულებრივ მანქანაზე ვინც დააყენებს ამ იმას კოლოფს, იმასთან კიდევ უფრო რბილად იმუშავებს. იმიტომ რომ ამ მანქანაზე აყენია ახლა დიდი საბურავები და ამ საბურავების გარშემოწერილობა ქახნულ საბურავზე უფრო დიდია. გადაცემათა კოლოფი სიჩქარეებს ცვლის ამ თვლის მიხედვით, ხო ესეა, რამდენ ბრუნს გააკეთებს საბურავი.
რეალურად პატარა საბურავი რო აკეთებს 10 ბრუნს და სიტყვაზე ვთქვათ გადის 100 მეტრს, ხო? ეს დიდი საბურავი რომ აკეთებს 10 ბრუნს, გადის 200 მეტრს. ანუ საბურავის სიმძიმიდან და დატვირთვიდან გამომდინარე შეიძლება სწორ დროს არ შეუცვალოს სიჩქარე. ანუ რას გულისხმობ? აი, კარგად რომ მიგახვედროთ. სადღაც მიდიხარ, ხო, აღმართზე. პატარა საბურავებით, სადაც ავიდო და მეორეთი თავისუფლად, ანუ უკვე რაოდენობა იმ სიჩქარით მიდიხარ, რომ მეორეს ბრუნებია, როცა ითვლის ამ თვლელი, რომ უნდა მეორე სიჩქარე მისცეს, იქ შეიძლება ამ საბურავზე მიგიცეს მეორე სიჩქარე და მანქანა ვერ მოერიოს მეორე სიჩქარეს. მაგრამ ეს უკვე გადაცემათა კოლოფზე არ არის, ასე ვთქვათ, გადაცემათა კოლოფის ბრალი არ არის. ეს იმის ბრალია, რომ მანქანა დამძიმებულია, დიდი საბურავები აყენია და ძრავი ვეღარ ერევა. და შენ შეიძლება გეგონოს, რომ არასწორ დროს, არასწორ მომენტში გადაურთოს სიჩქარე. მაგრამ ამაზეც მუშაობს იდეალურად სწორ დროს ჩამოაქვს, სწორ დროს უმატებს სიჩქარეს. დავიწყეთ მოკლედ ძრავის ამოღება. ნახოთ ჯერჯერობით ყველაფერი რიგის მიხედვით იდის. გაშლების მერე შლანგი შესაძლებელია ყველა ვარიანტში დაჭემული დაგრძელება უნდა. აბა ამოვიღეთ აბა ძრავი რა იყო და მოვიდა თავის ფეხით და ვეღარ მიდის თავის ფეხით. გული აღარაა, გული. ანუ მალე უფრო დიდი გული აგუგუნებული იყოს. მოკლედ ამოვიღეთ ძრავი და დაიწყო მე მგონი დასასრულის დასაწყის. მედია რა ვიცი ყველაფერი კარგად და ჩიურად გაკეთდება. ნახოთ. და ჩეჩვენი ბებერი ძრავის გარეშე. დედას გეტყვი ახლა. ვიყვანეთ ახლა სახლში და ჩამოვიღებთ უკვე გულის გარეშე. ნახოთ აბა რამდენ ხანს გაგვიგრძელდება და გაგვეწელება ეს ამბავი. დღეს არის 13 მაისი. მოკლედ ყველას გამარჯობათ. რამდენიმე დღე გავიდა, მოკლედ რაც ძრავი ამოვიღე და ვერ მოახერხე ამ ვიდეოს ჩაწერა მინდოდა. მოვიყვანეთ მანქანა. ამჟამად ასე დავაყენე სადგამებზე, იმიტომ რომ როგორც იცით ამ საბურავებს გაზდის და იშვებს ხოლმე და დიდი ხანით ბომა მოუწევს და უარ დეფორმირდეს საბურავები. რაც შეეხება ძრავის ამბავს, ვფიქრობთ ახლა რა ძრავი უნდა ჩავდოთ ამ მანქანაში, ხო? პირველ რიგში გეტყვით, რომ ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, ვისაც გაინტერესებთ, ბარემ იყიდება რაღაც ნაწილები, 3 და 5-ის რადიატორი იდეალური 5 სიჩქარიანი კარობკა, JDI-ის მეორე, მესამე, მეოთხე თაობაზე იგივეა და წინა ხიდი 100%-იანი ბლოკირებით. ეხლა რაც შეეხება ჩვენ swaps. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და ეხლა მე ისეთი ტიპი ვარ, რომ მიუყვანე ვიღაცას და ჩაგიდგას პირდაპირ და წამოიყვანე ისე რომ რაღაც ცოდნა არ ქონდეს, ესეთი რაღაცები არ მეყვარს. ამიტომ ამ დროის განმავლობაში ვაგროვებ ახლა რაღაც მცირე ინფორმაციებს swap-ებთან დაკავშირებით, რომელიც რითი ჯობია, რომელი რატო ამ მანქანაში უკეთესი იქნება და ასე შემდეგ. პლუს მინდა რომ მე თვითონაც ვიცოდე ის საბაზისო რაღაცები მაინც, რაც უნდა გაკეთდეს ამ მანქანაზე, იმიტომ რომ ერთად დაგვიფაროს ტყეში რომ გაფუჭდეს მანქანა, რაღაცა დაგჭირდეს, იცით სადაც დავდივართ,
ხელოსანი იქ ვერ გამოაშვერს ხელს და ვერ დაგეხმარება. ამიტომ კარგია რომ ვინც აკეთებს საბაზისო რაღაცები, მაინც თავის დონეზე ეს მოდეს, თავის მანქანაში რა არის და როგორ არის გაკეთებული. ეხლა გვაქვს როგორი ვარიანტები. პირველი ყველასთვის ცნობილი და ასე ვთქვათ პოპულარული, ძრავი სავარაუდოდ გადაწყვეტილია Mercedes-ის 5.0 M113 V8, რომელიც გამოირჩევა თავისი გამძლეობით, სიძლიერით და ასე ვთქვათ სტაბილურობით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კოლოფით შესაძლებელი. ვთვლით ამ კოლოფსაც. მოკლედ, კოლოფზე არის 4 ვარიანტი. პირველი ეგ თავისი 4 სიჩქარიანი პაჯეროს ტროსიან კარობკას რო ეძახიან გადაცემათა კოლოფს. მეორე არის Mercedes-ის 5G თავისივე კოლოფი. მესამე ვარიანტი არის პაჯეროს 2.8-ვის მექანიკა და მეოთხე ვარიანტი არის ახალი რაღაცაა ჯერ მე მგონი არავის არა აქვს პაჯეროში, ახლა აკეთებს ერთი მეგობარი GS5 BMW-ს დიზელის 6 სიჩქარიანი კოლოფი. ახლა ამ 4-დან ყველას აქვს თავისი უპირატესობები და ასე ვთქვათ უკუჩვენებები, ანუ უარყოფითები. გავაკეთე პარალელურად ვიდეოს მასში რა ქვია მიმდინარეობაში ჩავსვა კოლოფის მონაცემებს სურათის სახით. დავიწყოთ პირველი, ასე იგი, პაჯეროს ტროსიანი კარობკით. განსხვავებას რომ მივხვდეთ ახლა რომელს რა უპირატესობა აქვს და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგ ტროსიანი კარობკის ერთადერთი უპირატესობა ჩემი აზრით არის ის, რომ არის ითვლება ძალიან გამძლე კარობკად, ვისაც შევეკითხე აპარატიდან სიჩქარეში შეგიძლია დაუნაცვლო, მაგრამ ძალიან დიდი უარყოფითი აქვს, რომ არის 4 სიჩქარიანი. 4 სიჩქარიანი ტრასაზე ცუდია, ძალიან ნელია სიჩქარეების გადართვაში, ავტომატიკაა ისედაც და პირველი სიჩქარე აქვს ძალიან გრძელი. გამიგეთ? რაც არის მაგალითად განსხვავებით 5G-სგან. მექანიკებს ჯერ თავი გავანებოთ, ჯერ ეს ორი ავტომატიკა შევადაროთ ერთმანეთს. 5G-ის ტიპტრონიკი კარობკა არის 5-იანი, ტრასაზე სასიარულოდ კარგია, პირველი სიჩქარე დაბალი აქვს. ჩავსვავ ამ კბილების სიჩქარეების გადაცემებს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთეს მიხედვით, რომელში რა ბრუნდი გამოაქვს, რომ შეადაროთ. ჩათვალეთ 5G ავტომატიკა ტროსიან კარობკასთან შედარებით არის ერთი სიჩქარით უფრო წინ, ანუ პირველი სიჩქარე უფრო მეტად დადაბლებული აქვს, მოკლე აქვს. ანუ შეგიძლია პირველი მეორეთი იარო, რასაც ვერ ვიტყვი ჩემი აზრით ტროსიან კარობკაზე. რაც შეეხება მექანიკებს, პაჯეროს მექანიკაც გამძლეა, უფრო ხშირად ცეპლენის პრობლემა არის ხომე, თვითონ გადაცემათა კოლოფი გამძლეა და ის მეოთხე რაც არის GS5, GS6 უფრო სწორად 6 სიჩქარიანი BMW-ს კოლოფი, ისიც ძალიან გამძლეა და ძალიან მაგარი კოლოფია, ჩემი აზრით ამ ვარიანტებიდან ყველაზე კარგი ეგ არის. მაგრამ არის უკვე გემოვნების საკითხი, ვიღაცას მექანიკა უყვარს, ვიღაცას ავტომატიკა უყვარს. მე ვფიქრობდი მექანიკის გაკეთებაზე, მაგრამ ნახეთ არის რა პრობლემები. ჩემი არის მარჯვენა საჭიანი. მარჯვენა საჭიან მექანიკაზე ცოტა მიჩვევა გამიჭირდება. ხვდებით და ბევრი რაღაცები იქნება გადასაკეთებელი. ამიტომ თან მაგის ცეპლენია გადაცემა, ესე ვთქვათ, რაც საათნა გადაებას არის ძალიან დიდი პრობლემა რა, კარგი და ხარისხიანი რო გააკეთო მინიმუმ 1-3,000 ლარი უნდა. ფინანსებზე ძვირზე გადის. თან აქ ბევრს არ აქვს მორგებული. ძალიან მე მგონი არავის არ აქვს პაჯეროში. სხვა მებში M47-ებს და იმას ვისაც დგავენ იქ კი. და კარგი კოლოფია, მაგრამ ძვირზე გადის. ავტომატურად ეგ ორი მექანიკა გამოურიცხი. რჩება 4 სიჩქარიანი, ასე ვთქვათ, ტროსიანი კარობკა და 5 სიჩქარიანი 5G კარობკა. აქ ახლა ნახეთ რა განსხვავებაა. 5G ისა ტროსიან კარობკაზე ვინც ტოვებს, კარგი არის იმისთვის, ვისაც ქარხნულად ამ კოლოფიანი მანქანა ყავდა. იმიტომ რომ უწევს მხოლოდ ძრავის ყიდვა. ხვდებით? და გადამის თვალსაზრისით, ახლა ვისაც ესმის, აი ეს არის
თავისი კოლოფი, ხო? აქ უნდა იყოს M13-ის ძრავი. ერთმანეთზე ფიზიკურად ვერ გადააბა, უნდა ფლიანეთში გააკეთო და მთელი ამბები ჩაატარო. თუ ტროსიან კარობკას დატოვებ, კარობკა და რაც დატკა, ანუ დადამატებელი გადაცემა, გადამული იქნება, იქით არ გიწევს წვალება, მაგრამ აქეთ ძრავი და კოლოფი უნდა გადააბა. და თუ 5G კარობკას იმას იზამ, რა ქვია, დააყენებ. ძრავი და კოლოფი ერთი მანქანის არის, ავტომატურად უკვე ერთმანეთზე მორგებულია, გადაბმულია და ცოტა მეტი საწოლებელია იქით. დამადაბლებელ გადაცემასთან, ანუ ფლიანეთში იქით ჭირდება ბოლოში. ხო და ახლა განსხვავება ის არის, რომ ჯობია ჩემი აზრით იქით. რაც დატკის ხარეს გადაებას, ვიდრე ძრავი და კოლოფი ერთი მანქანის იყოს, მით უმეტეს 5 სიჩქარიანი ერთი სიჩქარით წინ არის, უფრო დადაბლებული გადაცემები აქვს. ბევრად უკეთესი კოლოფია ერთ სიტყვით 5G. გამძლეობას თუ გამოვრიცხავთ მუშაობით, სისწრაფით, ცოტა აზროვნებით და ასე შემდეგ. პლუს უფრო კარგად მოერევა დიდ საბურავებს, ვიდრე ტროსიანი კოლოფი 4 სიჩქარიანი და უფრო კარგი გამოდის. ახლა რაც შეეხება თვითონ რომ შევადაროთ, აი დიდ სხვაობას აძლევს იმ ადამიანებს ეფექტში, საბურავის ტრიალში, ვინც მაგალითად ყავდა როგორ გითხრათ 2 და 8 დიზელი, ტროსიანი კოლოფით, ანუ 4 სიჩქარიანი და გააკეთა მაგალითად M13 და 5G კოლოფი. აი ორივეში დიდი სხვაობა აქვს, დიდი განსხვავება აქვს. ძრავში სიმძლავრეში ძალიან დიდი სხვაობაა. კოლოფიც ერთი სიჩქარით უფრო კარგია, უფრო ჩქარია, უფრო დადაბლებულია და იმ ერთიან ეფექტს, აი ახალ გაკეთებულ მანქანაზე თავისი მანქანიდან რო გადაჯდება, იღებს დიდ ეფექტს, დიდ შედეგს. ეხლა ჩემ მანქანას შევადაროთ. ჩემი იყო 3 და 5 JDI, ძრავი და კოლოფი იგივე 5 სიჩქარიანი ტიპტრონიკი. ანუ ისეთ დიდ ეფექტს რო გადადიხარ 3 და 5 JDI-დან თავისი 5 სიჩქარიანი ტიპტრონიკი კარობკიდან M13-ზე და 5G კოლოფზე არ გაძლევს. აი რიცხვებს გვერდ გამოვაჩენ სურათში გადაცემების და მიხვდებით, იმიტომ რომ ეს კოლოფიც პირველი საკმაოდ ეს არის. საკმაოდ დადაბლებული აქვს, რიცხვები ახლოს არის 5G-სთან. 5G ცოტათი ოდნავ წინ არის ამ კოლოფთან შედარებით, მაგრამ ტროსიან კარობკასთან შედარებით 5G ძალიან წინ არის. მიხვდით დადაბლებით და ამიტომ იმ ადამიანი ვინც აკეთებს რო დაჯდება თავის მანქანაზე ძალიან დიდ ეფექტს აძლევს. მე ახლა ვფიქრობ, ღირს გაკეთებათ იმხელა დიდ ეფექტს, იმ დიდ სხვაობას არ მაძლევს ჩემი ძრავიდან და კოლოფიდან გადასვლა ახალ M13-ზე და 5G-ზე. იმიტომ რომ ძრავში არის დაახლოებით 60 ცხენი განსხვავება 245 ჩემსაც ჰქონდა 306 M13-ს უწერია, ანუ იქ ცოტას რაღაცას ჩავერევი კიდე მოვაფათურებ ხელებს ავწიოთ ყველაზე stage 1-ის ვარიანტი 330 ცხენამდე და კოლოფიც ოდნავ დადაბლებულია იმასთან შედარებით. მაგრამ მუშაობის სპეციფიკა და ტვინი, თვითონ კოლოფის ტვინი 5G-ს უკეთესია, უფრო სწრაფია, უფრო აზზე მოდის, სწრაფად გირთავს სიჩქარეებს და წარწყვები არ აქვს. ხო და აი ამას ვფიქრობ რა, უნდა გავიღოთ დაახლოებით 4-5 $-მდე ხარჯი ხო ამ ყველაფრის გაკეთებაში და მაფიქრებს მხოლოდ ეს გვაძლევს ამხელა სხვაობას, ამხელა ეფექტს მოგცემს ამ ჩემი ძრავიდან და ჩემი კოლოფიდან M13-ზე და 5G კოლოფზე რო გადავალთ. ვფიქრობ, ამიტომ კოლოფი ხო არ იყოს უფრო დადაბლებული, ხო არ იყოს მექანიკა. ხდებით? და აი ეს არის საფიქრალი. კიდევ მოვიკლებ ინფორმაციას, ეს ვიდეო ძალიან ინფორმაციული გამოვიდა და ასე ვთქვათ, მოკვლევის პროცესში ვარ, არ მინდა რომ ესე მივიყვანო, ჩავაბარო მანქანა ვიღაცას და გამოვიყვანო ისე რომ არაფერი არ მესმოდეს რა არის ამ მანქანაში გაკეთებული. ჩემთვის ახალია, უცხოა, ჯერ სხვაფთან არასდროს შეხება არ მქონია, დანარჩენი რაზეც ჩემ მანქანაზე შეხება მქონდა, ფაქტიურად ყველაფერი ვისწავლე. კი მიხვდებოდით ჩემი ვიდეოებიდანაც და ვფიქრობ, აი მექანიკა მაფიქრებს ერთადერთი ის რომ ჩემი მანქანა არის მარჯვენა საჭიანი და მარჯვენა საჭიანი მექანიკა ცოტა ძნელი სახმარია და ჯერ ისაც დიდად არ მიყვარს მექანიკა და მით უმეტეს მე მარჯვენა საჭიანი მექანიკა. არა და ტყეში კარგია მექანიკა. მოკლედ ამ ეტაპზე სულ ეს იყო, მცირე ინფორმაცია კი არა და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგაწოდეთ ამ ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით. სხვა ბევრი გეგმები მქონდა, ასე ვთქვათ, გასაკეთებელი სავალში ხიდებთან
უკან ამორტიზატორებს ვაკეთებდი, წინ შევცვალე თუ გახსოვთ, მაგრამ აღარ დამცალდა, რადგან ძრავის ყიდველი გამოჩნდა. ეხლა გადავერთეთ ამაზე, ორიენტირებული ვარ, რომ თანხა შევკრა დროულად ამ ყველაფრის გასაკეთებლად და პროცესშიც უკვე რომ დავიწყებთ და გადავდგავთ პირველ ნაბიჯებს, გადავიღებ ვიდეოებს და თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რომ ვინც აკეთებს, გქონდეს ცოდნა და ინფორმაცია და ესე ბრმად არ გააკეთოს და ხელოსნებს ესე ბრმად არ მიენდოს ყველაფერზე. აბა, მოკლედ თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დაგვიტომეთ კომენტარი, თუ რამე დამატებით რჩევები გაქვთ ჩემ ნასაუბრებთან დაკავშირებით. რამ გავითვალისწინებ ყველაფერს. აბა, დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.